ვინ? რა ბიჭო? ვინ და ვინ? სტუდიაში შეეტენე ბიჭო. არა, ან გორგუ შეუძლია ამოწიოს. პირველი ვინ იყო ვერ გავიგე. სტუპიდიანი ბიჭო. იოროს მადრიდის რეალი იმაშვებოდა. ეფლირტავებოდა. ეძლეოდა. ეხლა ჩუამენიდან არ ვიცი შეიძლება კანკავა შემოთავაზოს. ბიჭო, იცი როგორი მიმართო აქ რო აი რაღაც ტელევიზია ობიექტივში მგონია და იქ რო რა კამერაში რო ელაპარაკე. შორს დამატიჯებულები ვართ ყველასე იმასთან. საათო ხოლმე ეს ლაპარაკობს ხოლმე ამერეს. ბრანსუიჩი აბა ვინო ბიჭო, რამდენი წლისაა? ამანცე ხარ შეგაბრაზებული. პრიელის მანეჯის ხავს. აბოე თბილისებიდან. სადმოასა. ბარიბარაბადი ბარშიბადუბა. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი. მოდი გადავაწყოთ გუნდის მორიგი ეპიზოდი და ამჯერად ვის უნდა უშუალოდ თუ არა Manchester United-ს. Manchester United-ს უნდა დავეხმაროთ შემდეგ რამეში. გუნდმა და გუნდის ფლობელებმა იგრძნეს, რომ წელს არის შანსები, რომ Manchester-მა ჩემპიონობა მოიგოს და მოდი ამაში ფული ჩავასხათ, რომ წელს უნდა გახადოთ Manchester-ის ჩემპიონი. ოღონდ ისე უნდა გახადოთ, რომ რა თქმა უნდა ამ გუნდმა სამომავლოდაც უნდა შეძლოს ფუნქციონირება. წესები იგივეა, მაგრამ მაინც გაგაცნობთ. გაქვთ, გეკნებათ ისევ 100 მილიონი, იმიტომ რომ Manchester-მაც გადაწყვეტა იმდენივე დახარჯოს, რამდენიც მილანმა და ლივერპულმა. ამას თქვენ წინ გამოვა თითო-თითოდ ყველა ფეხბურთელი პოზიციების მიხედვით. შეგიძლიათ ეს ფეხბურთელი დაიტოვოთ გუნდში, ან სათადარიგოდან ამოწიოთ უფასოდ მისი შემცვლელი, ან სამ ვარიანტს გეტყვით. ვარიანტებს თითო-თითოდ გამოვიტან, რომ იყოს ვაჭრობა. ანუ პირველ ვარიანტს თუ გაატარებთ, იმას ვეღარ დაუბრუნდებით, რო იცოდეთ. მერე მეორე ვარიანტი, მესამე და თუ არა და მერე მესამე, ისა უკაცრავად სკამზე ვინც არის, ეგ ეყოლებათ ავტომატურად გუნდში. ერთი და იგივე ახალ წვეულს ვერ მოიყვანთ, მაგრამ სკამიდან ერთი და იგივე ფეხბურთელის ამოწევა შეგიძლიათ. რა თქმა უნდა. რა ტაქტიკით თამაშობ? ერთი რამ აიტა, ანუ Manchester-ის 3-4-3-ით. სამი ერთად რომ მქონდა ეგ აღარ არის ცალ-ცალკე მოკავს უკვე? ცალ-ცალკე არის. წინა ეპიზოდი უნდა გენახა ფოფხა, სადაც ლუკამ დაანდრო მაგის გამო ფიცვერცხლი გატეხეს. რომელიც დალიეს და მერე გატეხეს. და ერთადერთი წესი რაც სრულება იქნება არის შემდეგი. რა თქმა უნდა, გამინუსება ერთხელ შეგიძლიათ თამაშის მიმდინარეობისას, მაგრამ თუ გამინუსდით, სანამ ამ მინუსიდან არ ამოხვალთ, კიდევ გამინუსებას ვერ შეძლებთ. ეს ამ წესის სრულება გამოიწვია წინა ეპიზოდში ბატონი ანდროს ცნობილმა სკანდალმა. NBA-ში იყო საზას წესი. აქ არის ანდროს წესი. გატანკვა დაიწყო, ხო? მან ის დაგვემუქრა, რომ მე გატანკვას დავიწყებ და ავტომატურად ეს წესი მოვიფიქრე. საზაჯერჯერობით ჯობია, იმიტომ რომ საზამ ორი წესი შეაცვლევინა NBA-ში და მე მხოლოდ ერთი. ჯერ ერთი. იმედი მაქვს, რომ მე წესს არ შემოწმევინე. არა, მე მინდა რომ არ შემოწმევინე. დღევანდელი ჩვენი სტუმრები. ნიკა ქევხიშვილი მეგობრებო, გიორგი ფოფხაძე და ანდრო ხელაძე. სეტანტას მაყურებელისთვის სამივე ძალიან ცნობილი სახე ხარ, ძალიან მიხარი აქ რო ხარ და მინდა რომ გავერთოთ და ნახოთ ვინ გადააწყობს საუკეთესო Manchester-ს. დავეხმაროს, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ხო, გექნებათ ერთი მენეჯმენტის კარდები, ერთი მენეჯმენტის კარდი და სამი ფინანსური კარდი. ეხლა აიღეთ თითო-თითო ეს კარდი, ეს თუ არ შეასრულეთ, რაც წერია. საბოლოოდ თქვენი აწყობილი გუნდი არავის არაფერში არ აინტერესებს და ავტომატურად წაგებულები ხართ. არალეგიტიმური იქნება. რა თქმა უნდა, ისეთი იქნება, რომელიც შესრულებადი არის. ცენტრიდან. ნიკა დღეს მეკვირდები რომ ძალიან სერიოზული ვიქნა. ძალიან. მინდა რომ წარმატებული იყო. დაიწყება ქევხო? ფლობელებმა 100 მილიონი კი მოგცეს, მაგრამ ჩუმად გთხოვეს, რომ ტრანსფერების ბოლოს მინიმუმ 20 მილიონი უნდა დაგრჩეთ. ანუ ვერ შემცირებები რო არ იყოს ამ საახალწლოდ მაგიტო. 20 მილიონი უნდა დაგრჩეს. საკმაოდ 80 მილიონი მაქვს. საკმაოდ რეტკრიფული. კი. აი, ჯერ ისე 100 გაქვს, ბოლოში ამ თავარი 20 კონდეს რა. ხო, ანუ რეალურად ეხლა უყურებ რომ 80 უნდა დავხარჯო. ეს 20 მაინც გადაგდებული იყოს. კი. ფოფხა შენი რა არის? მარტივი რაღაცა არის. ფლობელების მოთხოვნაა გუნდში მინიმუმ 3 ახალწვეული ყავდეთ. სამ ახალწვეულში ტრანსფერი არის სამივე იცოდე. ხო. ნუ შვენიერი. ანდრო შენი კარდი რა არის? კლუბის უფროსობა ფიქრობს რომ დაცვა პრობლემაა. ძირითადად გუნდში სამივე მცველი ახალი უნდა იყოს. ანუ გულისხმობ ცენტრალურ მცველებს, ხო? სამივე უნდა იყოს ახალი. ოღონდ ახალში ასევე იგულისხმება, რომ სამიდან ამოწევა შეგიძლია. კაი. ეგეთ ჩელენჯი, ხო? უცნაური უარეს ჩელენჯი გავაკეთებ მე და გადაცემის მერე გეტყვით რა ჩელენჯს ესევას. ყველას შეცვლი?
დავაი, ყველა შევცვლი. 11-ვე ფეხბურთელს შევცვლი. არ შეცვალო. მართლა უნდა გადააწო მანჩესტერი და მართლა გადავაწყო. აი ეგეთ ჩელენჯი ხო? სამი კაც მაცვლევინებ, არა და დელიხტის დატოვებას მინდოდა, იოროს დატოვებას მინდოდა. ოკეი. იოროს კამზე არის, რო იცოდე. იოროს კამზე არის, რა თქმა უნდა. შეგვიძლია შესაბამისად შეცვალო. რა თქმა უნდა კამზეა იორო. შეგვიძლია ამოწიო. რატო? კაი. მე დავიწყოთ. ნახავთ როგორც ვთამაში. დავიწყოთ. მეგობრებო, პირველი ვისაც გთავაზობთ არის ჰარი მაგვაიერი. 15 მილიონად შეგიძლიათ გაყიდოთ. სკამიდან მის ნაცვლად შეგიძლიათ ამოიყვანოთ ეიდენ ჰევენი. ანუ ეხლა საუბრობთ ცენტრალურ სამცველიანში შუა მცველს. აჰა. და მაგვაიერი ძირითადად შეტო დგას? ძირითადში დგას. რატო დგას? იმიტომ რომ ბოლო თამაშებში ძირითადში დგას. ტრავმა არსად არ დგას. მაქსიმუმ ძირითადში არის ხო კაცო? ძირითადი ცველად მოიაზრებოდა. ვინ დგას აბა ცენტრალურ ლიფტი, მარჯვნიდან. მაზრაუი, იორო, იქით შო. ან მაზრაუის ათამაშე მაგვაიერია მარჯვნიდან ძირითადში. ოკეი, ბაზარია. შეგიძლია გაყიდოთ თუ არ მოგწონს. არა, გავი. სამ თვლაზე უნდა აწიოთ. 1, 2, 3. ორი კაცი ყიდის, ქევხო იტოვებს. მე დავიტოვე. 15 მილიონი. პირველი, ვისაც გთავაზობთ, არის 60 მილიონად გლეისონ ბრემერი. იუვენტუსიდან. ანუ გაატარებთ, ეგ პრინციპი ისევ არის, სიტყვა 60 მილიონზე მეტიანი აღარ იქნება? არა, ხო, იკლებს. იკლებს ასე თავს. იკლებს, კი. ისო ბრემერში როგორ გავცვალო ჰარი მაგვაიერთან ზვირია. ნოტოს საუბრობთ ცოტა შორის არა, არის ძვირია. მანჩესტერული ტრანსფერი არის, რო რამე კი, რო უნდა რეალურად გახდეს არაფერს მომცემ ცოლში რომ 60 მილიონი გადაიხადოთ და მე არც არაფერი შეიცვალა. სერია ასფალტი ნახე. ატარებთ. არა, ბრემერი ძვირია, 60 არ ძვირია, გადავიხადო რა. ოღონდ ერთ-ერთი მიზეზის გამო. მუხლები აღარ აქვს გლეისონ ბრემერს. ეხლაც საავადმყოფოშია, თორე ისე სერიას ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და დავძენ სერია A-ს. თუმცა სერიაში მცველები არ არის. ბასტონიც არის სერიაში. არა, მე უყურე მილანის მეორე. შეფას და გეთახმებით. ანუ რატომღაც მუხლმოჭრილი ხალხი ძალიან ძვირად ფასობს ამ გადაცემის. კი, სკაუინგ თორე. მეორე არის ანტონიო სილვა, მეგობრებო, ბენფიკადან 40 მილიონად. აუ რა ვარ, არ უნდა გავიყიდა მაგვაიერი. წაიყვან. დები ხო? მინდა გამოცდილება რა ანტონიოს, ანუ კი. ანტონიოსო პატარაა თან მე მგონი. ანტონიოსო ის კაცი არის. ჯიგარი, ჩვენთვის ხო ჯიგარი არის ეს კაცი. პორტუგალია, საქართველო გვახსოვს ხო? კაი საჩუქარი აუკეთ. მაგან წააქცია, ხო ლოჩოშვილი. და მაგან გავკაკეთა ეს პასი მოყვა პირველი გოლი. ჯიგარი არის ანტონიოსო. აბა ატარებთ გადაიხადა ანტონიო სილვას ორივე? და იმ 115 აუ, ბევრი არ გადამახტევინო მესამე. მინ წაიყვანა არ მინდა ანტონიოს. მესამე ვინ იქნება? 40 მილიონად მოიყვანა ეს. სამ ცენტრალურში ცენტრალური მესამე 40 მილიონზე ნაკლებიანი ტიპი, მაგრამ ახალგაზრდა მაინც იქნება ჩემი აზრით ექტები. არ მინდა ანტონიო სილვა მე. ეს სამი არის პაოლო მალდინი. რა გინდათ? მესამე არის სერხიო რამოსი. სერხიო რამოსი 5 მილიონად მონტერეიდან. აუ ანდრო, რამდენს ვიხდეთ სერხიო რამოსი ხვდები ხო? 5 გადავდი. 10 ვიხდი. 15. 20. მართლა? რა უქნა აბა? ჰევენის ამოწევა არ მინდა სკამბია. აუ unfair არის და პირველ გადაცემაში კარგად იყო რომ სამივე ტიპი გამოკავდა ტრანსფერებს. ემაზეც სამართლიანი. ძალიან ფერი. იცი? რომ ბაზარზე ჯერ ეს ფეხბურთელია, მე ეს ფეხბურთელია თუ არა და ეს განაირად მე რო ბაზარზე ვიცი რომ ფეხბურთელი არ არის, ბაზარზე სამი არ ჩანს. ანუ ფუტბოლ მენეჯერში სულ სხვანაირად თამაშობდი მე ამ ყველაფერს რა. კი. ეხლა შესაბამისად ბაზარზე რამდენიმე ვარიანტი მყავდა და მე ვაკეთებდი არჩევანს მე. ეხა ეს კიდე მე კეთილი ვარ, არ წუწუნებ. 20 და რამდენი? ამოვა ჰევენი. 20. 20 მილიონი. 25-ზე ვიყავით უკვე. 30. 30 ხდი? კი. მართლა. საჩემპიონო მენტალიტეტი მოგვაქვს. 40-ზე წამოსველი. 50-ზე წამოვა. 50-ზე წამოხვა? აბა რას ვიზა. 45-ად გამატეთ ჩემ ეს და 40 მილიონად წაიყვანა სერხიო რამოსი. ანუ იმ დღეს რედიტზე ვკითხულობდი, მაინტერესებდა მართლა რა მილანს დაუკავშირე სერხიო რამოსი და და 45 რედიტზე მექსიკელებმა დაწერეს როგორ თამაშობს სერხიო რამოსი და ესეთ რჩევა მისცეს მილანის ფანებს რომ ბიჭო, კაი ფეხბურთელიაო, ბოლო 5 წუთი თუ შემოიყვანთო, შეიძლება უკითხულიდან რომ შეაგდოს, თორე ესე ვერ დაძდებს. რედიტის არ დაიჯერება. რამოს უნდა ევროპაში დაბრუნება, გილოცავ, დააბრუნე შენ ფოფხა, მაგრამ ბრემერი რო იცოდე დეკემბერში ბრუნდება. კი, მაგრამ ის მუხლები. მაგრამ მუხლების გარეშე. ჰევენი. მაინც მაგვაიერი. ევენის მუხლები რადგან გეჩვენია. მართლა ის პრობლემა არა. რამოსის მუხლებიც დალოცვილია ალბათ და წარმატებებს გისურვებთ. ჰევენი ძალიან პერსპექტიული ბიჭი. რამოსში 40 მილიონი გადავიხადე პენსიაზე გასულ რამოსში. გეთქვა ერთიც და აღარ ვიტყოდი His legs are gone.
მეგობრებო, სამი ვარიანტი უნდა გქონდეს ერთად გამოტანილი არა. ესე არ არა, ხდება. ეს კაი. არა, ანუ მოულოდნელობის მე სპორტული დირექტორი ვარ თუ ის ვარ ვიღაცა. ფორვარდი? კი. ბენიამინ შეშკო შეგიძლიათ გაყიდოთ მეგობრებო 50 მილიონად და სათადარიგოდან ამოწიოთ ჩიდოები. 50 რამდენად? 50. ჯო მაგარი ალვიკური რაღაცა. ბიჭო, შეშკო მე უკვე ზარაველს ნო გავყიდო ჯერ. სიგზე არ არის ბიჭო? ზირგზე გადაყვანილი ყავს კუნია შემცვლელად. იმიტომ რომ პრობლემა არის კაცი არა ბეუმს დამზღვევი არ ყავს რეალურად. აი, ამა დიალო. აი, მიდი აბა. დიალო სხვაგან არის. შემადგენლობაში არის. ესე იგი შეშკოს გაყიდოს იძახი შენ 50 მილიონი. 50-ად თუ გაყიდეთ შეშკოს. და ჩემპიონობა გვინდა. კი, 1, 2, 3. რა თქმა უნდა, სამივე, რა თქმა უნდა რა. ჩემპიონობა ეხა ანუ სიამოვნებაში არავინ არ გხოს მაგ ჩემპიონობას ჩემი აზრით, ასე რომ 4-ს მივაწვევი მე. მე ყველა მაგ ჩემპიონობას გთხოვ ზუსტად. მე კარგად დავიცე, ხო? ჰევენი მყავს მარტო ბიჭო. ცუდი სტარტი ნამდვილად არ არის. პირველი ვარიანტი მეგობრებო არის ლაუტარო მარტინესი. 90 მილიონად ინტერიდან. რა სიტყვით? მე პას. არ გაატაროთ ბიჭო. ატარებ? არ გაატაროთ თქო მე მაგას ვამბობ. შენ რა შვი? არ ვიცი ნახოთ. მიდი დასამიერი ერთე? რა ვისაწეული თუ არა აქვს რა დავე 3-2 90 მილიონი? წელს? 90 მილიონი. 1 2 არ მაქვს. 3. ილტორო. საუკეთესო ვარიანტია, просто არ მაქვს. ბიჭო, 40 მილიონი რამოსში გადავიხადე. ლაუტარო მარტინესი. ანუ სიგიჟია. ანუ მარტო ჩემპიონთა ლიგის ფინალებს უყურებთ თუ არ მგონია. ლაუტარო მარტინესი ძალიან მიყვარს, ძალიან მაგარია, მაგრამ 90 მილიონი მაშინ მე ფიზიკურად არ მაქვს 90 მილიონი იტალიის ეითერობაში გამინუსება შეგიძლია. ერთხელ. ნუ ახლა და რო ამოხვალ მე კიდე ერთხელ და ასე შემდეგ. სერუ გირასი დორტმუნდიდან 50 მილიონად. აუჩი. რახ მანჩესტერს უნდა უშველოს. ელე ფეხბურთს აღარ თამაშობს, იმიტომ რომ გარდაიცვალა მეგობრებო, შეგახსენებთ. ირაკლი იმედაზე კითხავს ხედავ რომელ წუთზე გარდაიცვალა მაგასაც კითხავ. გირასი რომ მოდის 40 მილიონად მეორე ოფში. 50 მილიონად სერუ გირასი. 50. ვინ გონია სერუ გირასი? მესამე ვინ მოდის? ჩემპიონთალის ბომბარდირი გახდა წინასწრებში, ხო? მესამე ვინც მოდის შეიძლება შენ უფრო მეტად გაგიხარდეს. გირასი. ანუ ოსიმენის ვარიანტი ოსიმენი ყველა იმაზე ხო არ გამოვიტან. არა მე გირასი არ მანჩესტერთან ყველაზე მეტად იყო. ანუ თქვენ ეხლა რო იცოდეთ სერუ გირასის თუ გაატარებთ თქვენ ორი, ანუ მე მესამე ფეხბურთელზე ვაჭრობთ და წაგებულს ჩიდოები რაც გამიგეთ ჩიდოები მაგარი კაი ფეხბურთელი. დავითვალო რამდენი ფული მაქვს დარჩენილი. მე ნახე 20 მაქვს კიდე შესაძლოა. 85? 75. ხო 125 მილიონი როგ. რანაირად? 50 მილიონად ხო გაყიდე ახლა ამაში ფული მოგდი შეშკო 50 მილიონი. ხო, შეშკო გაგიგე. ქეხოს აქვს 150, შენ გაქვს 125, ანდროს აქვს 75, იმიტომ რომ 90 გადაიხადა მარტინეში. 15 ხო ვიშოვა. კი? კაი, ზერო გირასი მინდა მე. იმას გამოაკლდა, ხო? კი. ცოტა დამეთვალე, ხო? 75 გაქვს უეჭველე. აი გირასი მიყავს. გირასი მიმყავს მე. გირასი მიყავს, ლოგიკური არის? 50-ად ხო? კი და შენ 35-ად გთავაზობ ოლი ვოტკინს. იდეალური. მინდა. ოლი ვოტკინსზე ისედაც ვოცნებობ რომ ამ ზამთარში იქნება დაიმატა. კაი, ფეხბურთს გასაოცარი სეზონი აქვს ოლი ვოტკინს. Premier League proven striker. თუ ვინმეზე წარმომიდგენია რომ მანჩესტერ ჩემპიონობას მოუტანს, ეს წლევანდელი ოლი ვოტკინსია. მაგ ხრივ ცალსახად, მაგრამ ბრუნდე. მოდი ესე ავიღოთ რა 50 მილიონად გაყიდულ შეშკოზე 50 მილიონადვე ნაყიდე გირასი ეგრედი აპგრეიდი არის. ჩემს ძალიან დიდი აპგრეიდია. არა. ან ერთი და იგივე ჩემპიონატში ითამაშეს მაგათმა და შეშკოს მაქსიმუმი არის 14 გოლი ბუნდესლიგაში. შეშკო აპგრეიდი როგორ არის გირასი? 14 გოლი აქვს მაქსიმუმი გატანილი ბუნდესლიგაში შეშკოს. შეშკოს აპგრეიდი არის 20 და 21 აქვს გირასის. ხალხო, თუ შეიძლება. ჩემი პერსპექტივიდან, სპორტული დირექტორის პერსპექტივიდან მეუნება რომ ვიღაც პატარა 50 მილიონად გასხრისებულ შეშკოზე 50-ადვე გირასის მოყვანას მირჩევნია პრემიერ ლიგაში გამოსული ფეხბურთელი ყავდეს უფრო იაფად. არა, ეგ სხვა. და 20 მილიონი ვარ კიდე დასაზუგი. კი ბატონო. მაგის სხვა არგუმენტია, მაგრამ ვოტკინსი ამოვიდა მესამე? კი, პირველი ფინანსურად ფინანსურები ბიჭო. 35-ად. პირველი ფინანსურები აიღეთ. ფინანსური კარტები. აბა ნახოთ, მოდის მინუსები თუ პლუსები. ფოფხა დაიწყე. აუ შენი.
ჯამის გამო მინუსი არ იწერება ისე. გისმენ ფოფხა. მანჩესტერის საიტი ერთი კვირით გაითიშა -20 მილიონი. საიტის გათიშვის გამო რა. ბიჭო, ფანშოპში ვერ გაყიდეს, ბილეთები არ გაიყიდა. ხალხო როგორც გამოიცანეთ. სტადიონის რესტორანს ცუდი შემოსებები დაუგროვა და მომხარებლების კლების გამო -15 მილიონი. კი ბატონო. კენ ხო გაპლიუსდა ხო ესე? მე მაქვს ძალიან კარგი კარდი. როგორც ჩანს, რედკლიფის მიდგომა მიმუშავა და რო გაარემონტეს თავიანთი საფრთხელი ბაზა, რონალდო შეურიგდა მანჩესტერს და ახლო აღმოსავლეთში გუნდის ამბასადორი გახდა. 20 მილიონი დაგვემატა. ის 20 მილიონი. აი 20 მილიონი აქ იქნება გადაგდებული მუთაკაში. სწორედ ამ ახლო აღმოსავლეთში ვიზიტისაც გითხრეს ყურში რომ ის 20-ო. კი, აი დავაბალანსებთ ხე შენ არ იდარდო მაგაზე. კი ბატონო. მაგვაერი უნდა დამეტოვებინა. ესე იგი რა გამოდის? მე მარმე ავიორი შენ დავუწყო. ჰევენიკოს ვერ ამოსი ხო? რა კა. მარცხენა ცენტრალური მცველი ერთი ესეთი იმით მაქვს. ანუ ლუქშო, უკვე აწეული მა. რომელიც მეგობრებო 20 მილიონად იყიდება. აუ რა. დაფიქრდით? და სათადარიგოდან ამოდის ლისანდრო მარტინესი. ბიჭო. მე ხო შემიძლია სასადარიგო და რა მოვიყვანო. კი, როგორც უკვე ამოიყვანა ერთხელ ჰევენი. მაგრამ ყველა ვერ ამოვიდა. ორი კაცი ვერ ამოვიყვანს. სათადარიგოდან სამივე შეგიძლიათ ამოიყვანა. ახალი ფერმასალი ვერ მოყავთ. ოკეი. კაი. ჯო მე შომო. დაფიქრდით. აუ გაი რა. შენ მე მგონი ეს მანჩესტერი ძალიან მოგწონს და ბიჭო არა, ეს მანჩესტერი არ მოწონს, მაგრამ შო ობიექტურად მართლა კარგად თამაშობს. ანუ ეს მაგრამ ერთ თვეში ხო, არა მესმის. მართალია, ხო. ეგრისკები არის, მაგრამ ნახე 20 მილიონს უნდა გავყიდო შო. თუ რამე უნდა მოიყვანო მარტინეს, რომელიც ასევე გარანტირებული ფაქტი არ არის, რომ არ დაიმტვრევა. ერთ თამაში აატარებს პრემიერ ლიგის სეზონში და დაამთავრდება ისე. ბატონ წამყვანს იქნება გადამალული შოკაი ვიღაც ვარიანტი. ფეხბურთელი 100 მილიონად რაღაცა. შო შვენიერი ვარიანტი. 1 2 3. მე დავტოვებ. დაშა შო თქვენ 20 სხვა პოზიციებში მოგიმატებ. ჩავდებ ინვესტიციას. აი ხო მე რო დავფიქრდი სხვა პოზიციებზე არა სწორად მივიდა ერთი რამოს ძალიან დებილობა მომივიდა პროსტა. მაგრამ ხალხი რამოს დაინახავს და იტყვის რომ კაია. პირველი ერთი ვისაც სეზონის თავაზობს? საჩემპიონო მენტალიტეტს მოიტანს რა. მეგობრებო, არის? ბასტონი. რამდენად? სულ რაღაც 80 მილიონად. ხო გითხარ. რამდენად გავყიდეთ შო? 20. ან წუთა შენ გაქფობხა 75, ფიზიკურად 80 გაქ ანდრო ზუსტად შენ. ბასტონზე ბასტონის კარგი მოყვანა. ვერავის ვერ დაიმატებ კაი. მანჩესტერში ჩემ გასრით. ბასტონ. ბასტონი. ანდრო მართლა როგორც ვატყობ, ინტერი გამოყვან. ინტერი გადმოყავს. ხალხო ყვარებია ხო? ესე იგი დერაძური რომ ამბრალებთ რაღაცა. ან სიყვარულით არ მიყვარს, მაგრამ გაფასეთ ხალხო. მეორე ბრანსვეითი, ჯარადი 60 მილიონად ევერტონიდან. აი ანუ 60 მილიონად მოყავს ტიპი რომელიც სამ ცენტრალურ მცველშიც არ თამაშობს. კარგი რა. მიდი ლისანდრო მარტინესი. ბრანსვეითი მე ძალიან მომწონს. ანუ მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელია. ორი ცენტრალური მცველის ტიპი. სად იქნება ამ გამოწვევისთვის? ჯარა ბრანსვეითი ერთ-ერთ საუკეთესო აუცილებლად. სამცველიაში ითამაშოს. პროსპექტია PL-ში ჩემი აზრით. სატო ხო ეს ლაპარაკობს ხოლმე ამებს ბრანსვეითი აბა ვინა ბიჭო რამდენი წლისაა? ამაზე ხარ შეგაბრაზებულია პრიელის მანეჯის ხალხს. ბრანსვეითი 60 ფეხებში მილიონი არის? და ბასტონის დაშედარებით ჩემი აზრით არაფერი ეხლა დაბრუნდება ინგლისში ტრაუმით. რადგან თამაშობს 60 მილიონი მაგიტომებს. სხვა ქვეყანაში 40 მილიონად მოგიყვანა. მე ვეთანხმებით ატომ მარკ გიჰი როგორ არ მოიყვანებს? მარკ გიჰი როგორ არ მოიყვანებს? წინაზე მყავდა და ცდილობ რომ ერთი და იგივე არ იყოს და სხვადასხვა ვარიანტები. მაყურებელს ახალი ფეხბურთელები შევთავაზო. მესამე ვარიანტს გეტყვი თუ არ გინდა ბრანსვეითი. აბა დაუფიქრდე უნდა. 60 მილიონად ბრანსვეითი ან ლისანდრო სულ გაქვს ვარიანტად გახსოვდეს. ამოწევა. ლისანდრო სეზონში თამაშობს მაქსიმუმ 20 თამაშს. შენ შეიძლება მეტი ათამაშო. ხო 20 არის. არა 20 მაქსიმუმ, ანუ 29 მაქსიმუმ ათამაშებ. ერთხელ. ანუ ხო, ერთ სეზონში. გაიყვანა. კარგი, ბრანსვეითი არ მინდა, იმიტომ რომ გასაგებია. სამ ცენტრალურ მცველში არ თამაშობს ბრანსვეითი. კი ბატონო, და არც გინდა რომ გარისკო, ხო? და მესამე ვინ არის? შკრინი არის 10 მილიონად ფენერბახჩედან. ო რა, კაი არა, ამოსი შკრინი არის და ცენტრი რო გეკნება. ჩამორეცხილი ბიჭო, მაგრამ ეხლა შეხედე, მე მაქვს საუკეთესო ვარიანტი ჩემი აზრით, რომ ლისანდრო მარტინესმა ამ სეზონში უკვე გამოტოვა 14 ტური. მიდი მოატყუე შენ თავი. შესაბამისად. რამდენი დარჩა? დარჩენილი 24. ხო დარჩა? კი, 24 ტურს ლისანდრო მარტინესი ითამაშებს. უეჭველი. კი, აი ბრემერი ითამაშებს ჯერ 20. ვინ ბიჭო, ბაჩერი ჩვენ გუნდში გვჭირდება? ლისანდრო მარტინესი ლისანდრო მარტინესი. და ფული არ დამიხარჯავს, მოგებაში გავედით ან. კაი. მოდი ერთი მეკარეს ვნახოთ. რამდენად გავყიდე? შო გავყიდე, ხო 70. 20 მილიონად გაყიდე. მაგარი. შენ გაქვს 75. მეკარე ლამენსი 25 მილიონად შეგიძლიათ გაყიდოთ. 25 ძალიან. სკამიდან ვინ ამოყავს? 25 ძალიან რა. ლამეში. თავი ბაინდირი. არა, ნორმალური 25.
მეტი ფული შონაგინა? მე მინუსში ვარ. ბლაინდირია რა თქმა უნდა სათადარიგოზე. დიდა რო. შენ ხარ ზუსტად. ზუსტად დულზე ვარ. ანუ ჯერ არა ვარ ამოსასვლელი, ხო? ბაინდირო გაგვიყიდა. ანუ შეიძლება ვიღაცები დააწინაო რომ ცოტა ფულიც იშოვო. მე არ გამინუსე სადღაც ქარდებით და კაი. არ ვიცი შეიძლება დატოვა მე რა ვიცი. ვიღაც უფრო ძვირიანი გაყიდო. თან გიწევს ერთი ძვირიანის გაყიდვა შენ. კი. დელეხტის. მე გავყვე მას რომ ყველას ყვიდე, მაგრამ ჰემენი ყავს. დაფიქრდეთ და გავეგზადოთ. ლამენსი 1 2 3. ხოლოდ ხომ გაყიდა? კიდე კაი არა უცი. არც ვაპირებდი აწევას, შეიძლება ლამენსი გამოდგეს ახალი ტიპო კულტურა. კი, მაგრამ აქ გამოვდივარ იქიდან, რომ საჩემპიონო ამბიციები გაუჩნდა ბორდს მაინც და მაინც წელს. თორე ლამენსი მეც გონია, რომ საიდან გაჩნდა ეს ამბიციები კაცმა არ იცის, მაგრამ გაჩნდა. 160 მილიონი გაქვს ხო ავედით მე-6 ადგილი. რადგან მხოლოდ ერთ მატჩია სამივე ვარიანტს ვეუბნები რა თქმა უნდა. წინაზე მარტო შენ იყავი ფოფხა და თითო-თითო გიტარი ვარიანტები? ო, არასწორად თქვენი. მაგრამ მაინც ლისანდროს დაიტოვებდი, ისე ეგ მითხარე. ვინ იყო თავიდან? არა, ანდრო იყო მაგრამ. არა, ანდროც იყო, ბასტონი. ბასტონი. მართალია, რას მაგიჟებ. მარტო ხარ მარტო. ეს სამი ვარიანტი გაქვს. 160 მილიონი მაქვს და ვიკარიო, ტრაფორდი, სიტიდან შეგიძლია გადმოიყვანო და დეხია დააბრუნო ფიორენტინადან. აუ, ნული აპგრეიდი ვიკარის პოზიციაზე. დეხიას პასი რა არის? დეხია 10 მილიონად, იაფად. აი, დავაბრუნოთ დეხი. ყოჩახე. მომიწვა. Back to the basics. რამდენად წაიყვანა? 10. 10 მილიონად. მე რომ ცალმოდა რომ 15 მილიონის მე პლუსი გავიდიდი ლამას. ეს სელექცია ვინ გააკეთა? ამ სამი მეკარის უბრალოდ. ამჯერად მადლობა შეგიძლიათ ლუკა მილორავას, რომელმაც სკაუტინგის სისტემა შეტანტაში ძალიან სულად მუშაობს. ვიკარიო არა. ოპარა პროგნოზირებადი მე ველოდი დიოგუ კოშტას. დიოგო კოშტა იყო პირველად და არა თვითონ. ანუ მეკარე რომელიც იტალიის ნაკრებში არის მეოთხე არჩევანი. რანაირად არის მეორე? ვინ? არ უნდა იყოს. ჯანდაბას ჩემს იყოს არ უნდა მეორე. იყოს. ანუ დი გრეგორიოზე უკეთესი მეკარე არ მგონია მე. სკაი. კარგი, აუ, არა, ეს დიოგუ იტალიის კოშტა უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით. გავაგზავნე. პორტუს მეკარე. ენი მარტინეს. იმიტომ რომ გამოვიყენე ლივერპულზე და ამიტომ არ იყო. არა, დავაბრუნოთ დეხია და სახელოვანი გაცილება მოუწყოთ. კი ბატონო. მაგ სუფრის საჩემპიონო სეზონში. მაგ სუფრის 2 მილიონსაც მე გადმოვდებ. მე დეხია ძალიან მიყვარს მეგობრებო, მაგრამ შეგიძლიათ ჩახედოთ სერია 100 ხელზე დაინახოთ მისი გუნდის ადარს. ბოლო ადგილზე ხო? კიდე არა მოსვლა ბოლო და. ერთ-ერთი გუნდი რომელსაც არ მოუგია სერიაში. მეგობრებო, არა მგონია დეხიას ბრალი იყოს მაინც და მაინც. მარჯვენა ვინგერი, მარჯვენა შემტევი. ცოტა სხვანაირად არის მანჩესტერში. ორლარ ვინგერი არ არის, მაგრამ კი ბატონო. ბიუმო 70 მილიონი. იფიქრეთ. სრული კაპსულიზაცია მიმდინარეობს. ზან. არა, აქ თანხაზე მეტად ის არის, რომ რა ალტერნატივა შეიძლება შემოგთავაზოს. პოზიციის ფეხბურთელები ვინ არიან ახლა? ბიუმო ძალიან კაია არა. ანუ აქ იცოდეთ რომ შეიძლება ვინგერით შემოგთავაზოთ, რომ უფრო გაიშალოს და ესე. მე მაქვს ერთი კითხვა, ანუ შენს შემოთავაზებულ ფეხბურთელებში შეზღუდვა არის რამე? ანუ შეიძლება რომ იამალი შემომთავაზო პირობითად? თეორიულად შესაძლებელი არის. მაგრამ თუმცა წინასწარ გეტყვი რომ ამ წუთას იამალს შემოგთავაზე. ანუ უფრო რეალისტურ ჩარჩოებში ვართ ვიდრე უფრო რეალისტური, თუმცა რა ბენჩიდან თქმა ვინ უნდა არის? ზღაპრული 1-2 ვარიანტი ყავს. არა ვინ არა. არა, მე მაქვს ერთი ვარიანტი. მოგვიწია ამად მაუნტის დიალოგი. გადმოწყანა მოგვიწია აქეთ ხარეს რა. აი ნახე ეგ ვარიანტი მქონდა მეც ამადიალოს მარჯვენა ვინგერი. ამადიალოს შემადგენლობაშია. მაგასო ვთქვა და წესთ არ უნდა იყოს მაზრაუ იქნებოდა იქით და ამადიალოს ავწევდი ბიუმოს პოზიციაზე და გავყიდდი ბრაიან დიალო ბიუმოს. შემცვლელი არის right. მაზრავი. აი ეს ჩემი ვარიანტი უფრო ლოგიკური იყო რა. ერთი წამი. კი, იფიქრე, რას რა. ოღონდ თქვენი ფიქრე. 75 მილიონი მაქვს სულ. ბიუმოს დატოვებას ცალსახად ვაპირებდი. მე შემიძლია კრედიტები მივცე ამათ? დაბალ პროცენტში. აი მიდი არ მინდა. 1 2 3. ხოლო ჩემ ყიდე. ცარაწი. ბიუმო 70 მილიონად გაყიდა. 70 მილიონად გაყიდა ანდრომ და ეხლა აქვს იქნება რა. 70 მილიონი და სამივე ვარიანტს გეუნები. მიდი აბა. მაიკლ ვიქსემ 150 მილიონად. მეისონ გრინუდი უკან დაბრუნება სახში 50 მილიონად. და ჯაროდ ბოუენი 35 მილიონად ვესტემიდან. სოლიდურია. ჯაროდ ბოუენი ძალიან მაგარი ვარიანტია. 150 მილიონი რო გადავიხადო ოლისეში. როგორ უნდა ამოვიდე მაგვალებიდან, ვერც კი ხვდები. აკედა მოგიწევს ძირითადის ხალხის და სკამიდან ამოწევა. ბრუნოს უშვებ ანდრო. და ბარსელონას აქვს ძალიან კარგი მეთოდი ქორწილებზე გაქირავება. დელეხი ბრუნოს გაშვება რამე. და სკამისგან ამოყვანა მაგ ხალხის. ესე რო წარმოიდგინო. მე გიტყვი კიდე ვინმე იაპონელი დაიმატე, აზიელი და იქაური ბაზარი გახსენი კიდე.
ექსტრა და მილიონები ფინანსური კარდები იქნება ამის მერე, სადაც შეიძლება გაპლუსდე, გამინუსდე. ვახრა საინტერესო დილემის წინაშე ვარ ახლა. სამივე ვარიანტი მომწონს რაღაც დონეზე რა. ანუ ჯაროდ ბოუენი 35 მილიონად. ვაუ, საერთოდ არ არის ცუდი ვარიანტი. გინდა კაი რაღაცა გითხრა? ჩემი აზრით ჯაროდ ბოუენი ძალიან გავს სათამაშო სტილით ბრაიან ბიუმოს და მეტიც. ადეკვატურ გუნდში რო იყოს ბიუმოს მსგავსი რაოდენობის გოლები წექნებოდა ზუსტად, გადაჭრა. აბსოლუტურად. არ გაიჭერო. არ მე აბსოლუტურად. ერთი, ანუ ზუსტად ერთნაირი ფეხბურთელები არიან. ბოუენი ზუსტად ეხარია უყურებ და კაი. ორივე ფორვარდადაც თამაშობს, ორივე მარშრუტს, ორივე კარგი ცაცია ფეხბურთელია, შემოტეხი მაგრამ- და არტი პასი ერთნაირი ფეხბურთელები. იმოდი რატო არის ცუდი ვარიანტი მე მაგას ვხვდები. იმიტომ რომ იმიტომ რომ ელოდებიან ინგლისში. არ გაიქნება. მე და ვაბრუნებ. შეერიგება მოხდა. ოღონდ ნუ ხო, რა თქმა უნდა, ყველაფერთან დამოუკიდებლად რაღაცა შევრიგდით. აბა 70 მილიონი მემატება და მე ვიქნები მე 80 მილიონის კი, მინუს 80. ოლისა წამო. მე სხვანაირად იწვლიდი, არ მახსოვდა რომ ის 70 მილიონი არ ხდებოდა და 150 მილიონი. მაიკლ ოლისე. მე მყავს და არის ორი. ოკეი, მართალი. ოლისე და ვინ ყავს? ოლისა და ოლდარ. და ბასტონი ყავს. ამ წუთა შენი გუნდი რა არის? ქებხო რომ მითხრა? ჩემი გუნდი არის კარში დეხია. ხო. დაცვაში ესე იგი მაგვაირი და შო დავტოვე. ბიუმო და ვოტკინსი. ოტკინს. შენთან ფოფხა რა ხდება? გირასი, ლისანდრო მარტინესი, სერხიო რამოსი და სემე ლამინსი. სენი. და ანდრო? ლამესი, ჰევენი, ბასტონი, ოლისა და ოლდარ. კი ბატონო. აიღეთ მეგობრებო, ახალი კარდები, მარჯვენას წავიღებ, იმიტომ რომ სულ ბასტონს აუ, რომელი ორი მოვინიშნენ და ორივე აიღეს გამომაცალეს. ჩემი ტაქტიკა იმუშავა. ესე იგი მარჯვნივ დებენ. ხალხ, ეს არის deep state თუ ვიღაცა მებრძვის. ხო, ხო, დაიწყე. უკარგებს და ნახე. მოაწყუე. კეფო გამინუს და რა შენ? მანჩესტერელებმა ზამთარში გათბობასა და ფეხბურთ შორის გათბობა ირჩიეს. მინუს 20 მილიონი. რაო. ანუ სტადიონზე ნაკლები ხალხი მივიდა და 20 მილიონი. კი ბატონო. მაგ შენი რა საზარეო ფოფხა? ფეხბურთის ყურებაზე მეტად სახში თბილად ყოფნა გადაწყვიტეს ტელევიზორში უყურეს. შენს პლუსი გაქვს? ანუ 20 მილიონი ამომივარდა. დავამოღამებ. რომ 5 ხომო აქვს. 2 მინუსი არის და 3 პლუსი. და წეგან ის ორი დარჩენილი პლუსი ავიღეთ მე და შენ. ხანი რომ ორი ხომ მინუსი. პირიქითა და ხანის. არა, ამ შემთხვევაში მაგაზე გავაკეთე არჩევანი და გაამართლა ამ ყველაფერმა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ პერსონალისთვის განკუთვნილი ლანჩი და საშობაო საჩუქრები საბოლოოდ დასრულდა. ეს სერ ჯიმ რედკლიფის დიდი გამარჯვება პლუს 10 მილიონი ჩემს გუნდს. დიახაც. გლეიზერებმა კლუბის აქციების უმნიშვნელო პროცენტი კაბო ვერდელ ბიზნესმენებზე გაიგდა. პლუს 15 მილიონი ანდროს. კაბოვერდელი დიდი მადლობა, ხალხო. ბიზნესმენი არსებობს. ამას არ გადავაგდებ. კაპოერს ფათაშორი ძალიან მდარი კუნძული. პლუს რამდენი ანდრო? გასლებით კარგად. მაშინ იქნება მინუს 55. მანჩესტერში ისურვებდი კაბოვერდელს უფროსობას. კაი მინუსი. კაი მაყუთა იმას. აიც კაი. დავალებები გამახსენეთ, ვინ როგორ ასრულებს? შენი მახსოვს, შენი რა არის? მე უკვე შევასრულე. ის 20 მილიონი რაც უნდა შენ 20 დამეზოგა, მილიონია, კი, ეხა კი. გამომაკლა და ისე უნდა 20 ბოლოს უნდა ქონდეს ეგ 20. მე ბიუჯეტი რამდენი მაქვს ეხლა? შენ ამ წუთას გაქვს 130. 110 დასახარჯე. 130, 110. შენი რა არის ფოფხა მისია? 3 ახალი ტრანსფერი და 1 მაკლია. ერთი გაკლია. მე 3 ცენტრალური მცველი. მოდი მოგცემ ამ ტრანსფერის განხორციელების საშუალებას და მარცხენა wing-backs გამოვიყვან, მეგობრებო. ბოდიში, მარჯვენა wing-backs გამოვიყვან პირველი. ამა დიალო 40 მილიონად თუ გაყიდით ნუსაირ მაზრავი ამოვა სათადარიგოთა სკამით და. დიამ. მე უნდა ამოვიდე მინუსთან თორე ტრანსფერს ვერ ვაკეთებ. ვიცი, რატო უნდა გაკიდოთ დიალოგ, აი ფეხბურთელია ვარ. მე ბიუმოდ დავტოვე და ეს თორიდან კარგად მე თამაშობს მაგ ერთად. მაყოფილებს კი ბიუმო ოკეი, მე შენ ამადის შეყიდე. მე მოვდივარ შენ. დიალო გაიყიდა. ამ შენი წესებიდან გამომდინარე, მაზრავი აუცილებლად ბეკად არ უნდა ვარ. ფეხბურთელი? არა, ხო, ამადიან კაი ვარიანტია. შენ ნახევარდაცვა არ ყავდა? არა, არა, იქიდან გამომდინარე, რომ მინუსში სანამ ხარ, სანამ არ არა, ამოხვა. ვერ ვაჭრობ იმაზე, რა ქვია, ორი ადამიანი ერთმანეთში ვერ ვაჭრობ თორე თუ გინდა კიდე გამინუსდი. ოკეი. ხო. ანუ არ შეგიძლია იმას შეხვიდე აუქციონში ვიღაცასთან. ოკეი. საბოლოოდ ფინანსური fair play-ის დარღვევის გამო ანდრო ის დააკლეს 35 ქულა. პირველი ვარიანტი ანდრო არის 50 მილიონად დენზელ დუმფრისი. სამწუხაროდ არა, თორე ინტერს გადმოვიყვანდი მანჩესტერში. იგივე ფასად 40 მილიონად არის მარკოს იორენტე ატლეტიკოდან და 1000 ჟუაო კანსელუ ალ-ჰილალიდან. ანუ უბრალოდ შეგიძლია ნუსაირ მაზრავი ამოწიო. 10 მილიონი არ არის ბევრი ანდრო. კანსელუ? მაგრამ როგორ თამაშობს ახლა? ძალიან მაგარია კანსელუ. ძალიან. ეხა ჟოუ კანსელუ? სადნახი?
თავისი ტრიველი თან პასები. მანჩესტერში მაგრა თამაშობდა. მოდ სიტიში. სიტიში. თავისი ტრიველა პასებით ვერთ 3 წლის წინადელი ჰაილაიტი გაიხსნა. მაგრამ ისეთი ხასიათის კაცი არის, ალბათ გაბენჩავს ეს ამ ორი. ბიჭო არა, ამ ორებთან დაალაგებული. აბა, ო, ჟოაო. კანსელო. ანუ ფულს იხდე მაინც. არა, ანდროს ძალიან საინტერესო გუნდი ეკვრება. მაგრამ მაგუნის პრობლემა ის სად არის? რამდენი მინუსი? ამდენი ახალწვეული ერთად ვერ მინუს შეთამაშდება 35. საჩემპიონოდ. ანდრო მან შეცდე. მე ეჭვება რომ ისეც შეთამაშდეს მანჩესტერის საჩემპიონო. არა, რატო ჩემ ეზრით სამაგიეროდ სანახაობა იქნება. მე და შენ გვაქვს იდეალური მარჯვენა ფლანგი. მე მაქვს თქვენი წამა. მეგობრებო, გაქთი იდეალურია, მაგაზე ბრუნო კაი. ფერნანდეში. აბა, რამდენი? რას ვაპირებთ? 60 მილიონად. ბიუმო იყო 70 არა? ბოდიში იცი არის ხო მაგ? სიტო. ფეხბურთელის გადაადგილება შესაძლებელია? არა. არა. ბრუნოს მაგერად კობი მეინო ამოვა. არა, ნახე, ბრუნო რომ დავიტოვო მე სიტყვაზე. და პოზიცია რომ შეუცვალო, ეგეთ რა შეიძლება? არა, რა თერთმეტ ფეხბურთელს თავს მე თუ გინდა მითხარი რომ ეხა ბრუნო წარმოედგენია თავდასხმაში იქნება და უკიდურეს თამაშებს, მაგრამ იმაზე ვიზუალზე მაინც გამოჩნდება როგორც განან, მაგრამ შენი სიტყვებით რა ზიგნა ის. ბადუბა. პენალტებს ამას დავატოვე. ბრუნო ფერნანდეში 60 მილიონი დავითვლი და გადაწყვიტეთ. 1 2 3 არავინ გაყიდა ბრუნო. გაყიდა ბრუნო? აი. ამ რომ გაიგე. და უცნაური გაყიდვა იყო. კი, იმიტომ რომ არ ვიდოდა ბრუნოს გაკეთება, მაგრამ მე გამასწრებ ჩემ მინუსობანა. მართლა ერთადერთი ალბათ ვინც კი გაყიდდა. ყველამ ვიცით ვინ არის. ბეკა ეს არის. ეს არტია ცალსა. მე არ გავგედით ბრუნოს ახლა. მეგობრებო, მაგრამ ოლის ეს რა ვარიანტი გვაქვს? მოითხოვს. აბა, ფრედე ვალვერდე 4 ფრედე? მილიონად. რამდენად? ფრედე, ხო? ფედე ვალვერდე. ფრედე, ხო? ფრედე ვალვერდე 4 მილიონად. 100 მილიონად, რა თქმა უნდა, პროსტა რეაქცია მაინტერესებდა. კი რა ხდება? გული გაკალიგია და ვატარებთ 100 მილიონიან ვალვერდეს ალბათ ანდრო შენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. ბრუნო გიმარაესი 80 მილიონად, ამასაც ვერ მოგცემ დავალფაში. ფერნანდეში 60 მილიონი ღირს და 80 მილიონი გიმარაეში? ნიუკასლ ეგრე ეთმობა. მისი გაშვება, რომელიც ყველაზე სწორი სატრანსფერო ბრუნო წინადადება. გიმარაეში ალბათ გვახსოვს, ხო ვინც არის და რაც არის, ანდრო? კი. შენ ხო გახსოვს? ლეგენდა. გახსოვს. ჯობ ბელინგემი 40 მილიონი დორტმუნდიდან, ან უნდა ამოწიო კობი მეინო. ობეინო ამოდის. კობი მეინო ამოდის. არაჩვეულებრივი ევროპის ჩემპიონატი ქონდა, მას მერე უბრალოდ ვერ დაალაგდა და კობი მეინო არის თქვენი მომავალი, ხო იცით მეგობრებო? კობი მეინო ითამაშებს. ამ წუთას ფინანსები დაუჯერეთ ამ სპორტულ დირექტორს. ფოფხა 85 და ანდროს აქვს 25 მილიონი. Yes. რა? ამოვედი მინუსებიდან. მოასწარ. აა 80 იყო ის მინუსი ხო? მოდი მეგობრებო, მარცხენა ვინგერიც გავიგოთ. აბა, კუნია 70 მილიონად ოპა. და ზირგზე ამოვა სათადარიგოდან თურამე. 70 მილიონი კუნია? ძალიან კაი ფეხბურთელია კუნია. ყველა უყიდით ჩემი აზრით. ზირგზე. მე კუნია, არა, კუნია ძალიან კარგია, მაგრამ 70 მილიონი ბიჭო, ის კარგი ფეხბურთელია. ბიჭო, იცი რა არის? ამ რა შვებით? 1 2 3 გუში დავწუნდი, მაგალითად რომ კუნია უნდა გაყიდო. გუში ნუმერ 70 მილიონად და ჩვენი კალიბრი. ესე. მაგრამ არ არის რა ეგ მაგდონალდს. არა, მე უკვე იმას ვიგებ, ყველას გავყიდი. კუნია არის კარგი, აი კარგი შემტევი რო ყავს და შესვლა შეგიძლია კიდე შემოიყვანო ეს. მე მაქვს ეგეც. კუნია არის კარგი იცი როგორ გუნდში? სანდერლენდი, ვულზი, მეორე ნომრად რო თამაშობს და ჩაიხუტოს. პირველ ფეხბურთელს შემოგთავაზებთ მეგობრებო. ვინისიუსი აი 150 მილიონად. მე პას აუცილებლად 150 მილიონს ვინისიუსი. 155 კი მაქვს, მაგრამ ვინისიუსი არ მინდა. მე მგონი აქ კვარაცხელიას გვიმზადებენ ისეთი. კენან ილდიზი არ არის ხო ჩაწინასწარ გეუბნებით. კენან ილდიზი 90 მილიონი. 90. აი, wait. ფენოვანი ხაჭაპური 2 მილიონი. მესამე ვარიანტი. დადებოდი. კენან ილდიზზე 90 მილიონი. მარა მაგალითად არც ერთმა არ ავწიეთ. ეხლა და დარჩენილია ბოლო ვარიანტი პლუს სკამიდან ამ ბოლო ვარიანტი სამყავს სკამიდან. და სკამიდან ამოიყვანთ. კენან ილდიზი 90. მე ზირგზე. 1 95. 95 მოუღებს. კენანჩიკ. მიდიანდრო კენანჩიკ? 100 105-ს გადავიხდი მე კენან ილდიზში. კენანჩიკ? 105 კენანი.
ერთი? აქ იზართ მისტერი ბოქსები არა? არა, ეგ აუქციონია. სირგზე რომელიც მეგობრებო, კომენტარებში რომ დაწერთ. შეხვდე. ერთამით ხალხს უპასუხო. მეგობრებო, ვიცით რომ ის კომენტარებში დაწერთ, რომ აუქციონი ამ ყველაფერს ჯობია, მესმის რომ ნაწილს უფრო მეტად მოგწონდა გიყვართ და აუცილებლად დაბრუნდება აუქციონი. აუცილებლად. ვამზადეთ ახლა რამდენიმე ეპიზოდს. აი გონებაში უკვე იბადება. 110. სანამ და გამომყვება. განა რამდენი სტარია დარჩენილი? აქტუარი აქტიურები კი. აი 115 მილიონი. 115. ხენ ხო? რუსეთ სახე გონი არაპირებს. ერთი? და მესამე ვარიანტიც იქნება, ხო? რა თქმა უნდა. 2. წაიღოს მაშინ. 3. 115 მილიონად წავიდა ილდიზი კინანჩი. მაკოცო იქნება. მე არა, მაგრამ კინანჩი. სხვა. Hopkastan? სვინმემ. ედონი გორდონია შენი მესამე ვარიანტი? ჩვენი 60 მილიონად. აუცილებლად. რაში გადავიდა? ესეთი კალი აპგრეიდი? ზირკზე. ვაუ. ხალხო ზირკზე ძალიან მაგარი ფეხბურთელია, პროსტა. ენტონი გორდონი არის მართლა მაგარი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში. მართლა მევასებ. ან ხო გონია ხო გორდონ ხო ჯონდა, ანდროს რაბურადია ორჯერ იაფა დაიყვანე გორდონი. ანდროს აქვს სადახი სერიზის თამაშები ბოლონია ხდება. მას სჭირდება უბრალოდ 2 სეზონი ყურადღება გადაიტანოს ხალხმა. დავაუტაროს და ეს მაინც ვერ ითამაშოს. მაინც ვერ ითამაშოს. ბოლო ფინანსური კარდების დრო მოვიდა. მიდით აიღეთ. შეუძლებელია ანდრომ კარგი ხერხი აიღოს ჩემი, მაგიტო ანდროს კარს შაბადუბა პლუსი წერია. დაიწყე ანდრო. ბრიტანულმა სადალაქვოებმა საერთო კომპანიისთვის მანჩესტერის ლოგო და ვერ მოუგებელი სერია გამოიყენეს. პლუს 10 მილიონი საავტორო უფლებებისთვის. შაბადუბა. შენი რა არის? ფული ამდენი მაკნიკა უკაცრავად. ჩემი? არა 105 მილიონი. ჩემი არის, აი იცი როგორი, მანჩესტერს რო შეიძლება მართლა დამართნოდა. აბა გავსი? მინუსია. მინუს 10 მილიონი არის ახლა ვეგეუნებით, მაისურზე სპონსორის სახელში 100 შეცდომით გაიპარა. შავრელეტი რა. რა აი თქო. 10 მილიონი და მინუს. ფოფხა. მანჩესტერმა თავისი წითელი ფერი დააპატენტა და გამოყენება ფასიანი გახადა პლუს 15 მილიონი. მარტო 15 მილიონი? ანუ ლივერპული არ იხდის არაფერს? თავისი წითელი დააპატენტა. ამ მომენტში 130 მილიონი. თავისი წითელი კოდით FF35DH. 130 აქვს კემხოს? 130 მაქვს? კი. 55 აქვს ფოფხას. რამდენი აქვს? მაგრა ვაჭრო, ბიჭო, აი მე აქ ეკონომიკა მაქვს აწყობილი და მე დამჩა და ორ პოზიციაზე უნდა გავვილაშო. აი ამ ექს ვიტოვებ. 1 დაგჭა 2 პოზიცია, ხო მართალი ვარ? 3. არა, 1, 2, კი ბატონო, 3. გამოვიტანოთ ბოლო ცენტრალური მცველი მარჯვენა. ჭველი იწევს კიდო. მატაის დელიხტი 60 მილიონად დაფიქსირდა. ხაროდ მიწევს გაყიდვა, იმიტომ რომ მე მინდოდა დელიხტის დატოვა. კაი სეზონი აქვს. ლენი იორო ამოდის რო იცოდეთ. ვაუ. ბიჭო. ანუ უეჭველი ვტოვებდი დელიხტს 60 მილიონი რო არ გეთქვა. სამივე თუ ვიობებთ, წავიყვათ 150 მილიონი დელიხტზე უარეს და. არ ვიცი, შეგიძლია ხო და შეგიძლია დელიხტი დაიტოვო. მე ვერ ვიტოვებ ის რეგულაცია. არ ვიცი რა ვქნა. 1, 2, 3. დელიხტზე ვაჭრობა არის. 60, ანუ სოლიდური თანხაა ძალიან. თან არასტაბილურია დელიხტი. წელს ძალიან სტაბილური. ტრავმა აქვს. რაღაც შაბადუბიზაცია მოდი. სამაგიეროდ. უშინ მუსთან. აბსოლუტური შაბადუბა ხდება? პირველი ვარიანტი. უპამეკანო ბაიერნიდან 70 მილიონი. პირველ ვარიანტად მოყავს უპამეკანო 70 მილიონად. No way. რა თქმა უნდა არა. რა სიყურებით უპამეკანო არის. სახელით. უპამეკანო არის ცენტრალური მცველი, რომელზეც გიორგი ფულარიანი და სხვა ბუნდესლიგელები იტყვიან, რომ ძალიან მაგარ ფორმაშია, შეცდომას არ უშვებს და მეერე ყველა როცა ჩართავს ტელევიზორს და ისეთ თამაშში მოგვიწევს უპამეკანოს ნახვა, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია, უპამეკანო იქ მაგიდაზე ავა და რაღაც სისულელეს გააკეთებს. გასაგებია. თავარ სცენაზე. ლოიკ ბადეზე რას მეტყვით ლევერკუზენიდან 30 მილიონად. შაბადუბაზე იტყვია. ლოიკ ბადე 50 რა შვი? ვინ არის ლოიკ? 30 სევილიაში რო იყო, ეხ სადაა? ლევერკუზენში. ლევერკუზენშია, ხო? ლოიკ ბადე. 50. 30. ძალიან მესამე რო ყავს ლიგა. მესამე მილიონად. ბენჯამინ პავარი 20 მილიონად. ავარი кайფი ფეხბურთელი. და იორო მყავს. იოროს ამოუწევთ, ჩემი აზრით. პავარსა და იორო შორის უნდა გადაწყვეტოს. იორო ძალიან კაია. იორო ამოწევთ ორივემ. კი. იოროს მადრიდის რეალი იმაშვებოდა. ეფლირტავებოდა. ეძლეოდა. კაი. არცხანა ვინგბექი. აჰა. ბოლოს წინა ფეხბურთელი. ოკეი. დიოგუ დალო 20 მილიონად შეგიძლიათ გაყიდოთ, თუ შეიძლება და ამოწიოთ სათადარიგოდან დორგუ, თუ რამე.
ოკეი. 3-მდე დავითვლი და დალოგინდა თუ არა გუნდში, მითხარით. ფულს მაინც შეგახსენებთ. კეთხო შენ გაქვს 130, მაგრამ 20 შეიდიმანია. ფოფხა 115 გაქვს და ამ დროს 165 მილიონი აქვს. 165? Yes. რაკენი? გავყიდე ყველა. 1 2 3 ნუ ამაზე არის ერთ სრულდება. არა, დიოგუ და მეორე მხრიდან შემოაბრუნე ხოლმე ჩემი სურვილი არის შემდეგს. კი ბატონო. ამ ორი სულმა ეგრე ვაკეთე. ნათესაობაც კი ვერ გადაარჩეს დიოგუს. მიდის. ეხლა კი გაიტანა გოლი, მაგრამ ალო, -20-ები. ანუ დაგემატა 20 მილიონი. ახლა მეგობრებო შეგახსენებთ, კი არა, გეტყვით, რა ვარიანტები გვაქვს. აუ რა, ვინმე შაბადობა გამოუშვი რა ჩამო. შაბადი. პირველი შაბადუბა დარივა. ალფონსო დეივისი ბაიერნიდან. 60 მილიონად. ბიჭო, იცი რა არის? თქვენ ფეხო კაცი. შეცდომას უშვებთ რა. საავადმყოფოს ხალხს რატო იმუშავებთ? ამოჯამრთელდა დაბრუნდა. ამოჯამრთელ და არ გვინახავს როგორ ბრუნდება? წესი არა, არის იმე ეხლა შემოთავაზ. დაბრუნდა უკვე ალფონსო დეივისი. იგივე შეცდომას უშვებთ. რის გამო საკრიტიკეთ აკადემია. ბატონ გიორგი სილაგაძეს და ალექსანდრე გაბიჩის. გაბრო ყოჩა შეკარად ხო და ყველაფერი შემგები. ბრავო. აი ამ ტიპის გადასხვალებთ. ალფონსო 60-ად? 60 დეივისი? კი, გინდა თუ არა? 2 წამი. არ გინდათ. შემდეგ 60 მოიცა. შემდეგ. 1 წამი, 3 1 წამი. 2 კაი, მე მინდა. 60 მილიონი. ითამაშებს ალფონსო დეივისი. არა, 65. თუ უნდა? აი ეს მიყვარს რა, ჯერ ხო აი. რა უნდა ვაფშე? 70. როგორ არაპროფესიონალურად დავასწია შედგენილი და მე 90. 75. 75. რა ხე 200 მილიონი. 85. 85. 90. ფონზი ბიჭო, ანუ მარტო სახელს რო დაინახავს ხალხი ალფონსო დეივის. 95 ალფონსო დეივისი. შენ ჯერია ხო? მე შევ. 1 125. ერთი კაცი დამჭა. 100 მილიონი ფონზი, მოდი ჩემთან. წავიდა. წავედით. ტიპს არ უთამაშია ფეხბურთი 5 წელია ოღონდ მართლა. ბოლოს ალფონსო დეივისი. აი მე ალფონსო დეივისობდა 20 წელს კოვიდის არ დროს. თქვით რომ ეხლა და ანუ ეხლა მოიცით რომ დაბრუნდა ისე ფეხბურთს თამაშობს. ბიჭო, გავიგე. მაგრამ ხე ალფონსო პავლოვიჩი და ზირთა შემადგენლობაში ეს ცუდი მცველია. ცუდი მცველია და მე უკვე მყავს ეს ცუდი მცველი. კაცაუსახე. ცუდი მცველია. სველი ზუსტადაც რომ არ გჭირდება მაგ პოზიციაზე ჩვენი. მაგ პოზიციაზე გჭირდება აი ეს რაკეტა. 100 მეტროვანი ფლაგები თავში. მეორე ვარიანტი. ბოდიში ალფონსო დეივის და კენან ილდიზი მყავს მაგ. მეორე ვარიანტი. რაზეა საუბარი? ტაირიკ მიჩელი. 30 მილიონად კრისტალ პალასიდან. უბერეთ მე მგონი კიდე კაი წავიყვანე. აი მიჩელი. არა მე მაგაზე ვაჭრობაში არ შემოვა. ანუ ტაირიკ მიჩელი ძალიან არ არის რუბენ ამონიმის კადრი. და შენ ხო დარჩა ორი ვარიანტი. დორგუს ამოწევა ან 20 მილიონად ესტუპინიანი მილანიდან. ვინ? რა ბიჭო? ვინ და ვინ? ისტორიადი შეეტენე ბიჭო. არა, ან დორგუ შეუძლია ამოწიოს. პირველი ვინ იყო ვერ გავიგე. ისტუპინიანი ბიჭო. და დორგუ? ესტუპინიანი პიელსი უთამაშია მაგაც. ზადაგარია რაიტოში ესტუპინიანი. ცუდი არ იყო, მაგრამ ეხლა როგორ თამაში? აი ნახე. აი ანდრო სიცილიდან გამომდინარე გამოიტანე დასკვნა. მოიდაზე რომ შემოდის ხოლმე შენ თავს ფიცავას გული მიჩქარდება. ტორინოს დაგუშევ შემოვიდა, აი გული ამიჩქარდა და ეგრევე წამოვდექი რომ რაღაცას ხო არ აპირებ. პერუის. ბიჭო, რო არ დაგიმალო ამ პოზიციაზე სხვანაირი სხვა ხალხი წარმოგიდგენთ. კი, სხვანაირი პერსპექტივებს ველოდი. სხვა ხალხი წარმოგიდგენთ. მაგრამ მესმის. ხანდახან იმედებს არ ამართავს აი, ბაიყვანს. რატო გადავიხადო 20 მილიონი, როცა ეგეთივე სისულელენ ყავს, რომელიც შემიძლია ამომციო. იყოს დორგუ. დორგუ კი ბათალია. და ბოლო ფეხბურთელის წინ 150 მილიონი აქვს კევხოს. 155 აქვს ანდროს და 35 ფოფხას. ნომერი პირველი ვარიანტი მე ვიქნები. რა თქმა უნდა გავკეთე და მაგალითს კაზემირო არის სკამიდან უგარდეს ამოწევთ თუ რამე. კაზემირო. შექშება თუნდაც უგარდ. მე კაზემიროს ვიტოვებ. ტოპ ფორმაშია კაცი რა კი, ვიგე. პერ უგარდ ერთი შექშება. თქვენ კი, ჩვენ ვიყო, ხო? კი ბატონო. გამა? ჩუამენია 90 მილიონად. ვა. ბოდიში კაზემირო რამდენად იყიდებოდა? 20. ჩუამენი. ვერც მოუგე ფულში. აპირებდი თქვი რომ 155 იხდე. შენთან 20 უნდა დაგრჩეს. ანუ შენზე მეტი ფულია. 155-ად იყიდა ჩუამენი. კი, ეხლა მეორე თუ მოჩუამენო არ. მან უკვე გაუბრაზდები და თუ უბრალოდ წაიღანან დეივისიდან იმ ხელოვარმა ხო, იყო მიჩელამდე. მიჩელზე, ეხლა ჩუამენიდან არ ვიცი შეიძლება კანკავა ბალება. შემომთავაზოს. ოპა, ვინ? ბალება. ბალება. ბალება, ალოს ძალიან ბალება. სეზონი. რაიტონიდან. წაიყვარ. ბალება ისტუპინიანი ერთად შეშტობა არ დაუშვი. მესამე ვინ არის იმით, ა? ხო მარტო მე. მესამე არა, არა, უკვე
ანუ და შესრულებით. რადგან შესრულები ვართ მაშინ? ელიოტ ანდერსონი არ არის მესამე? ბალება რამდენად ისე არის? მართალი ხარ რა, ეხა ბარე მან შუაშივე ჯობია ეს წესი შევცვალოთ, ხო ხა მაპატია რო ცოტა დაიჩაგრე, მაგრამ მარტო რო რჩები მე უნდა იცოდე დაანჩენი ვინ არის რა. შე მაინც კაი ფეხბურთელია იყო. მარტო რო რჩები ვინ მე აუწყო? მან სერხიო რამოს შემეტე. ლეგენდარული და ვინ შემეძლო? არაფერი ისეთი არც გინდოდა დამიჯერე. უარესი. მიჯერე. სკრინია. ვინ? ვერ გავი. ანტონიო სილვა. სილვა ბევრად უკეთესი ვარიანტი იყო, ვიდრე მაშინ სერხიო რამოსი. იცი რას ვქნა? შემდეგი მინდა დავაანონსოთ რომ ეგრე გავაკეთებ და ეხა შენც ეს ფოფხას წესი იქნება. არ იყოს როცა მითხარ ო, მესამე. თუ შეიძლება. რა საიდან? კონორ გალაჰერი. ბალებაში ამდენს ვთხოვთ? 70-ს გააქვს ფული. კაი, იყოს ბალება. გალება 70. რო აღმოჩნდეს რომ კაროჩ გენიალური ფეხბურთელია და ეხა მაგიტო არ თამაშობს რომ გაბრაზებულია. გასასვლო უნდა კი, გვიყვება. გული აიცრუა. ეგრე ამბობენ. ხო, შენ 80 მილიონის დაუტოვე მანჩესტერს, ნამდვილი მანჩესტერი. კი, ზაფხულისთვის გადავინახე რომ ზაფხულში ელიოტ ანდერსონი დავინახე. განახებთ ეხა მე ამ გუნდს თქო. არა შემიძლია ამ გუნდით და მე ამაზე კიდე დავიმატებ. აბა შენი გუნდი. ჩემი გუნდი? ბიჭო, ჩემ გუნდში არაფერი არ შეიცვალა და ეს გუნდი ჩემპიონი ვერ გახდება. ჩემოთვალე რა. ნუ დავიდე ხია დავაბრუნე კარში. ფანების გული, კი ბატონო. სენტიმენტები, რაღაც ტრიუმფალური გაცილება და ასე შემდეგ. გათბობის გამო სტადიონზე ხალხი ვარ მოდის, ტეხნას გამო მოვლენ. და ის 80 მილიონი მაგაზე დავზოგე რომ დავაფინანსებ იმ მონუმენტებს და ასე შემდეგ. ანუ საბოლოო ჯამში ესე იგი დაცვის ხაზი ჩემთან უცვლელი დარჩა. უბრალოდ მე მაინც იმაზე ვარ რომ მაგვაერი არ არის ძირითადი ფეხბურთელი და იორო ან მაზრაუი თამაშობენ. მაგრამ მშულობა აქვს. დელიხტი და შო იგივე გუნდი არის ასე იგი. დიალო და დორგუ ფლანგებზე და რეალურად დავიმატე ბალება, გორდონი და ვოტკინსი. შეტევა გაქვს? ნუ შეტევა გაძლიერდა კი. უკან მაყოფილი იყავი მანჩესტერი დაკამდეც ანუ. ხო, ნუ ასე თუ ის. უარესი გუნდია მგონი. ბიჭო, ვიყავ ჩამოთვალე გეხვეწე. ესე იგი, დიალო, დორგუ, ეხლა რაც არის იდეაში. ბალება და ბრუნო. ოღონდ ბრუნო რო შევითავწიო და ვიღაც ხო იქით ვარ შეიძლება. ნუ აი. და შეტევაში არის ბიუმო, გორდონი და ვოტკინსი. ნუ შეტევა გაძლიერდა, ჩემი აზრით. მაგრამ ამ გუნდს პერსპექტივები ძალიან ისეთი აქვს, მისტიური. ხო, ხა შენ გუნდზე რას მეტყვება? ნორმ. ჩემი აზრით, ანუ იმაზე კარგი გუნდი არის ეხლა ეს მანჩესტერი ვიდრე აქამდე იყო. აქამდე იყო. აბა. კარში. ლამენსი ვტოვებთ, რატომაც არა ახალი ტრანსფერია, ურიგოდ არ გამოიყურება იყოს. ერთადერთი პრობლემა ჩემ გუნდში რაც არის დაცვის ცენტრალური ხაზი. ანუ ცენტრალური ხაზი კი არის დაცვის ცენტრალური ხაზის ცენტრალური როლი. მაგრამ სერხიო რამოსი ჩვენ ყავს იმისთვის, რომ ეიდენ ჰევენს გაუზიაროს თავისი გამოცდილება და მომავალში ეიდენ ჰევენი გახდეს საკმაოდ დიდი მცველი. უკვე არის დიდი მცველი. თავის გუნდშია. მარჯვენა ცენტრალურად ლენი იორო, solid, რავი. მარცხენა ცენტრალურად ლიჩა მარტინეს, რომელსაც 14 თამაში უკვე გამოტოვა, შესაბამისად მეტი ტრავმა აღარ უნდა მიიღოს სეზონში. მოიცა აქ ვორდინის აბავი არის, ხო, ყველაფერი. რა თქმა უნდა. იგივე სისულელე გუნდი ყავს და არა, როგორ გეკადრება. მე ყასპე. როგორ გეკადრება. ანუ რისანდრო მარტინესი ჯანმრთელი რო არის? არა, ჯამთელი მარტინეს ხო კაია ეხლა მარტო. კი, კი. ეგ ჯამთელი შო ძალიან კარგი. შორბერტო კარლოსი არ გახსო? მაგრამ ერთ თვეში შოს არ ქონია ტრავმა ჯერ. შენ ბრემერი რატო არ ვიყიდ? რატო? ტრავირებული. შენ ნისად რომ შენ გუნდს სხვა პრობლემა აქვს ჩემი აზრით. ამონახავთ მაგრამ. ბევრი ახალი სახეა, რაც საჩემპიონო გუნდისთვის ზოგადად არ ხდება რა. მარცხენა მცველად, ვინგბეკად, ალფონსო დეივისი. კი ბატონო, ტრავიდან ახალი დაბრუნებული, სანამ ფორმაში შევა, იქამდე ვათამაშებთ. პატრიკ დორგუს. როგორ კი ფორმაში შევა, ალფონსო დეივისი შემოვარდება ეგრევე. ამასობაში დადგება 28 და ის მანჩესტერის სტრატეგია 150 მანდ დაიწყებს. დეივისის ვიდეოები და სურათები არ გინახავთ? ხო, გაიხსენე. საოცარ ფორმაში ბრუნდება და მიჯერეთ. ხო, გაიხსენე. ფიქრობდა 60 მილიონად ეკიდა თუ არა და ბოლოს შერჩა რამდენაა? რასად ბიჭო, ხო? შემრჩა არა, გადავიხადე. ხო და აი ჩიტი დაიჭირე მაგი. შენც ვაჭრობდი 90 მილიონი შენი გადახდილი იყო სპარტაში. ვოცნებობდი რომ ღმერთო იხარი. არა, მე გატოვოს. კაზემიროს არ ვუშვებდი მაინც. შესაბამისად ალფონსო დეივისი კარგი ვარი მოკმაცადეთ. შაბადუბა ხარა. მარჯვენა ვინგბეკად ამად დიალო, რომელიც კარგი ბრუნო და კაზემირო დატოვე. დავტოვე ორი. თავარი პრობლემა რაც აქვს გუნდს. არა, თავარი პრობლემა არც ერთი ჩემი არა, აზრით. ის ცენტრალურ ხაზში რომ არა, არა. ვერ თავარი პრობლემა არის დააწულს სკამიდან. შეცვალა მაგ ფეხბურთელების. ამად დიალო მარჯვენა ვინგბეკად და ბრაიან ბიუმო არის მაგ ფლანგზე. ეს ორი ამ სეზონში ტოპ ქიმია ჩამოყალიბებული ერთმანეთს. მაგაში კი უნდა დამეთანხმოთ. ხო არის, მართალი, კარგი ქიმია აქვს ჩამოყალიბებული ერთმანეთში, თამაშობენ. ნახევარდაცვის ხაზში ბრუნო ფერნანდეში, კაზემირო, რავი, ანუ
2 გოლი კაზემიროს ამ სეზონში გატანილი უკვე. ბრუნო საუკეთესო შემქმნელი არის ახლა სუფთად სტატისტიკურად პრემიერ ლიგაში. შესაბამისად სოლიდური ნახევარდაცვის ხაზი. შეტევაში მიუმო როგორც თქვით. კენანჩიკ, ილდიზი, ანუ ტოპ ვარიანტი. ფონზი და ილდიზი ერთ ფლანგზე. ტოპის გარდა სხვა ხაზია. და ფორვარდის პოზიციაზე ზერო გირას. შეიძლება მეგორე შეშკოზე უკეთეს ვარიანტი ცალსა. მოტაცია შემოვიტანა. აბა? ანუ რეალურად ეხა შემადგენლობა ყავს მესამე კაცის აფრიკის თასზე მიდის. აი დაიბადა და ის აფრიკა. ეგ რა პონტია? მაგას არ ვითვალისწინებდით. მაგას არ ვითვალისწინებდით, რა თქმა უნდა. ჩემი გეგმარება უნდა არა, ის ახდება, მე არ ვუშვებ აფრიკის თასზე ჩემ ფეხბურთელებს. არ გამოიძახეს მე როგორც გავიგე. არა, არ გამოიძახეს. ხო და კიდე ერთ სანქცია მივა. მიდე. სოლი და მეტიც 55 მილიონი დავიტოვე კიდე ზემოდან. ზამთარს თუ დამჭირდება, ზამთარში გავაკეთებ ტრანსფერს მე. ეხა არის ზამთარში. არა, ეს საფულის ტრანსფერი. ეგ ზამთარი. ანდრო. სათხარ. ჩემპიონი გუნდის თუ ეს. ოკეი. ლამესი, გარშე. თქვენ მიყავთ მეგარეები, შენდეხია შემამეს. კაი. ამას უგებ შენთან კონკურენციაში ვარ. დავით დეხია. ჩვენ ერთმანეთში კი არ ვთამაშობთ ამ საჩემპიონო ბოლოს. ამას ხვებს უეჭველი. პრემიერ ლიგის დანარჩენ 19 გუნდს ეთამაშებიან. მოსუნავენ მანჩესტერამდე. ლამესი გარშე. დაცვის ხარში ლენი იორო ამომავალი ვარსკვლავი რომელსაც რეალი იძლეოდა ჰევენი ანუ კაც გვარი არის 64 ჰევენი ალესანდრო ბასტონი მართლა საუკეთესო აი ამ პოზიციაზე აი უშუალოდ აი ამ პოზიციაზე ხუთმცველი ტაქტიკაში მარცხენა ცენტრალური მცველი ბასტონიზე უკეთესი ვინაა მითხარით და ოკეი კაც რომელიც შეტევებსაც ეხმარება და საკმაოდ სოლიდური როგორც ფოფხა იყო და ტოპ მცველი ფოფხა გეტყვი უკეთესი ლიჩა მარტინესი საავადმყოფო ოკეი ასაბი ორი ლიჩა მარტინესის სიმაღლე თაღო მე თქვენ მოთხოვებას არ ვიყირებ ჯო კასელს მეც ვიცი რომ მისი პრაიმ ხილის გადასულია მაგრამ იმას არ გირჩევნიათ რა ქვია მე ვისაც თავაზობ მაზრაუვის არ ვინ არის ამადიალოს არ მირჩევნია მაგრამ 40 მილიონის გაკეთება მინდოდა იმიტომ რომ მეგონა რომ ფინანსური რეგულაციები კამრების შემოჭერას განაპირობებდა ჩემს კასელ კაი ფეხბურთელი არის ტრებელ პასებს გააკეთებს იქ ირბეს შეტევას დაეხმარება და მე მექნება 100 მეტრიული ფლანგები იმიტომ რომ ტაირიკ მეჩელი უკეთესი მცველია ვიდრე ჟოუ კასელო და დაცვას მიეხმარება იქ ბასტონის გადააზღვის ბასტონიც წინა მოვა და აუ რა კაი დაცვა კობი მეინუ ამომავალი ვარსკვლავი ეს თუ იყო 1 წლის წინ ევროპის ჩემპიონატის მერე ეხა რა დაემართა აღარ არის უცბად დავიწყდა ფეხბურთს თამაში აღარ არის პერსპექტიული ფეხბურთელი მე თქვენ გეკითხებით ამას დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავს იმ ხალხს გეკითხებით ვინც ამბობდით რომ ამომავალი ვარსკვლავია ვინც არ ამბობდით ეხლა თქვენთან სალაპარაკო მე ანუ ბიჭო იცი როგორი მიმართვა აქ რომ აი რაღაც ტელევიზია ობიექტივში მგონია და იქ რომ რა კამერაში რო ელაპარაკე შორს დაპატიჟებულები ვართ მე და შეთ იმასთან თუ ისე აიგარი არ ვიცი ვიცი არ ჩუამენი ორელიან ჩუამენი ტიპს აქ რეალში თამაშები ამდენი წლის განმავლობაში თქვენ ნუ მოგატყუებთ ის პერიოდი რომ ცენტრალურ მცველად ითამაშა ცენტრალურ მცველად რა ვიცი ბრუნო ფერნანდეს ძველი თამაშის მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ ცუდი ფეხბურთელი ოლისე ვარსკვლავი სუპერ ვარსკვლავი კაცი რომელზეც ირაკლი ლებედაძე ამბობს რომ იამალს ჯობია და მე ვინ ვარ რომ შევეწინააღმდეგო დღეს თორე ის შევეწინააღმდეგე ზირგზე ჯოშუა ზირგზე მე ძალიან მომწონს ეს ფეხბურთელი და ვიცი რომ გულის სიღრმეში ჰეითერებო თქვენც მოგწონთ ჯოშუა ზირგზე თავისი ნატიფი შეხებებით აკურატული თამაშით იქ დაგდებებით ბურთის მოედნის ცენტრში მას გოლების გატანა ჩვენთან არ ევალება იმიტომ რომ გოლებს გაიტანს ილ ტორო ლაუტარო მარტინესი კაცი რომელსაც დამტკიცებული აქვს ამდენი წლის განმავლობაში არის ტოპ სტრაიკერი ტოპ და ყოველთვის სერიას ბომბარდირობისთვის ხდება ხანუ ერა მაგრამ ყოველთვის მანიპულატორია და ის კაპიტანია და სოფლიო ჩემპიონია და კაცია კაცური ამად გუნდებს ხო უეჭველი ჯობია ლივერპულს ამ სეზონში არაფერი გამოუვა ისეთი კრიზისი აქვს მოჰამედ სალაჰი გაგიჟდა თვები გაიშალა და რაღაცები მანჩესტერ სიტის ცოტა არეული სეზონი აქვს მაინც და ნუ არსენალი არის ჩვენი კონკურენტი და არსენალთან ეხლა შანსი არ გაქვთ მანჩესტერლებო ამ გუნდით ვინც გაქვთ შეგინარჩუნეს ბიჭებმა მაგ გუნდით თქვენ შანსი არ გაქვთ აი ამათი კარგი თამაშის შემთხვევაში ოლისე ლაუტარო ჩუამენი ანუ სტარები მოგიყვანეთ ბასტონი თქვენ შეიძლება მოიგოთ 21-ე პრემიერ ლიგა თავარი მინუსი გინდა მითხრა რომ ბევრი 7 ახალი ფეხბურთელი 7 ახალწევრია ესენი ას მეკეთებენ ვინც არიან ეხლა არა რა მშობ 7 ახალი ფეხბურთელი ვერ შეთამაშდება საჩემპიონო ერთმანეთში შენ რა იცი ვიცი საიდეთ იქ ვიყავ მეგობრებო მადლობა ანდრო
FIFA-ში აწყო. აუ წესები ცოტა მიხვეწები. კიდე მოვატყუოთ ხალხი რომ FIFA-ში ავაწევთ. არაფერს არ ვაპირებ ხალხო. წინას როგორც თქვით, ეგ ანუ ისეც ყველა მიხვდა რომ საუგაც გუნდი მყავდა და FIFA-ში შემოწევა საზრე ხოდა. ისე როგორც ეხა ოლისე ლაუტარო და ის რომ დაუდგებიან. არ ვიცი, კომენტარებში დაწერს ხალხი ვისი გუნდი მოსწონს ყველაზე მეტად, მე წინასწარ ვიტყვი რომ ძალიან დიდი მოშ ხა. ძალიან გამიგურდება. ექსტრა რაღაც გუნდი თქოს. არა, მე მეცაც გეტყვი. ვისი გუნდი მე დავწერე კომენტარებში რომ ეს გუნდი არის საშინელება. მანჩესტერი გაუარეს. ფოფხას გუნდი მოგწონს? ვისი გუნდი მოგწონს? რატო შემოვიდა ეს პირობა? პირობა იყო რომ მანჩესტერი გამენერად უნდა გახდეს. კი, იმაზე რომელი გუნდი ახლოს მოიგებს საჩემპიონოს. ანდროსი ჩემეზეც ვერ იქნება იმაზე ახლოს რატო ინტერი. ბიჭო და 7 ახალი ფეხბურთელი ყავს გუნდში. შენ რამდენი? ვინც ამ ლოგიკას მიყვებით, ფოფხას მიცით მან ქევს. მაგით ორ გახდები ერთ ჩემპიონი მოთხაც. მე მაქვს პრემიერ ლიგაში გამოსული ხალხი. ეგ არის გასაღები. ესე იგი მე მაგი დავიმწყნარებ თავს. და არ დაგავიწყდეთ რომ მე დავიჩაგრე, იმიტომ რომ რამოსი შემეტენა, თორე მეყოლებოდა ანტონიო სილვა. უბრალოდ უკეთესი ო ვარიანტი. ძალიან მაგარი არის ანტონიო სილვა. რამოს ჯობია ეხა 47 წლის რამოს. უეჭველი გაჯობა.